მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ დაანონსებული ტაროს საჯარო სეანსი თემაზე როგორ ქალად გხედავთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული მამაკაცი, თქვენი პარტნიორი. შეგიძლიათ აირჩიოთ სამი ვარიანტიდან ერთი ვარიანტი და ინტუიციურად იმ ვარიანტში ჩაიფიქროთ თქვენი სასურველი, თქვენთვის საინტერესო ადამიანი და იმ ვარიანტს მოусმინოთ, ან მოისმინოთ სამივე ვარიანტი და თითოეულ ვარიანტში შეგიძლიათ ჩაიფიქროთ თითო ადამიანი, თუ გყავთ რამდენიმე პარტნიორი ან ინტერესი თუ გაქვთ რამდენიმე მამაკაცის მიმართ, ან სამივე ვარიანტიდან ამოიღოთ ის ელემენტები, ის ინფორმაცია, რომელიც მოვა თქვენთან ახლოს და მოახდინოთ ამ სამივე ვარიანტიდან გაჟღერებული პროგნოზების სინთეზი თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებასთან მიმართებაში. მე წინასწარ ვარიანტებს არ დავალაგებ, ამიტომ მაქსიმალურად კონცენტრირდით, დახუჭეთ თვალები, მოდუნდით და წარმოიდგინეთ ის კონკრეტული ციფრი, რომელიც თქვენია, რომელიც თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანზე ისაუბრებს. 1, 2 ან 3. და ნახოთ, რას გვეტყვის ჩემი ტაროს კარტი. ზოგჯერ ადამიანებს უგონია და წარმოგვიდგენია სრულიად სხვა რამ, მაგრამ ჩაფიქრებული პიროვნების მამაკაცის თვალში სრულიად სხვანაირად წარმოვჩინდებით, ის შესაძლებელია სრულიად სხვანაირად გვხედავდეს, ვიდრე ჩვენ საკუთარ თავს. იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, სქესობრივი განსხვავება იძლევა თავის განსხვავებებს ხედვებში, ამიტომ ის, რასაც ქალი ხედავს და აღიქვავს, შესაძლებელია მამაკაცისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, ან ის საერთოდ ვერ შეამჩნიოს მამაკაცმა ის კონკრეტული თვისებები და საერთოდ სხვა რამეზე გააკეთოს აქცენტი, სხვა რამ იყოს მისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, ამიტომ როდესაც ქალმა იცის ამის შესახებ და ინფორმირებული ამის შესახებ, თუნდაც მამაკაცი დუმდეს და არ იყოს გახსნილი და გულწრფელი მასთან მიმართებაში, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქალი არის ერთი ნაბიჯით წინ, იმიტომ რომ მან იცის თუ რას ფიქრობს მასზე, როგორ ხედავს, როგორია მისი ჩაფიქრებული პარტნიორის ხედვები მასთან მიმართებაში, ხო? რა თქმა უნდა, სჯობს გულახდილი, გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობა, მაგრამ და მე თანხმებით ალბათ, რომ აბსოლუტურად გახსნილი ურთიერთობა არ არსებობს, ადამიანებს გვჩვევია თამაში, ჩვენ გვიყვარს თამაში, ჩვენ საკუთარი თავის წინაშეც ხანდახან თამაშობთ ხოლმე, ამიტომ რა გასაკვირია, რომ გვინდოდეს და გვსურდეს, რომ სხვა ადამიანის, ანუ პარტნიორის თუნდაც თვალში ვიყოთ უფრო უკეთესები, უფრო განსხვავებულად საინტერესოები, მიმზიდველები, იდუმალები, ამიტომ ვთამაშობთ, ხო? რაღაც ნამდვილად არის ჩვენში, რაღაც შესაძლებელია ჩვენ ვითამაშეთ. მოდი ასე ვიტყვი. ამიტომ საინტერესოა ის, როგორ გხედავთ. პირველი ვარიანტი, მე ვარიანტებს არ დავალაგებ, როგორც ვთქვი, და პირდაპირ დავიწყებ პირველი ვარიანტით. როგორ გხედავთ, როგორ ქალად გხედავთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, მამაკაცი ამ შემთხვევაში. ეს უკუღმა რატოა? საინტერესოა. თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი, თქვენი ჩაფიქრებული მამაკაცი საკმაოდ საინტერესო ხედვებით არის თქვენს მიმართ განმსჭვალული, თუ შეიძლება ასე ითქვას. პირველი ის, რომ ვფიქრობ, თქვენ მას ახლოს არ უნდა უშვებდეთ. გარკვეული დისტანცია, გარკვეული საზღვრების დაწესება თქვენსა და მას შორის უნდა იყოს, ანუ თქვენი მხრიდან, უნდა აწესებდეთ ამ საზღვრებს. რაღაცნაირად თითქოს უფრო შორიდან გიყურებთ ეს ადამიანი, შესაძლებელია სოციალურ ქსელში ათვალიერებდეს თქვენს ვიდეოებს, თქვენს ფოტოებს. შორიდან ხედვა ჩანს, შორიდან ყურება ჩანს. თითქოს ადამიანი დისტანციურ მანძილზეა, ანუ გარკვეულ
დისტანციაზე იმყოფება თქვენგან, მაგრამ ცალსახარო ინტერესი ძალიან დიდია, იმიტომ რომ მის თვალში თქვენ სხვადასხვანაირი ქალი ხართ, ანუ ორი განსხვავებული ტიპაჟი იკვეთება აქ და საინტერესოა სწორედ ის, რომ ერთ ადამიანში არის თავმოყრილი, გაერთიანებული და კომბინირებული ორი სრულიად განსხვავებული ტიპაჟის ადამიანი, ხო? ის გხედავთ როგორც საკმაოდ ფემინურ, იდუმალ ქალს, რომელიც ესე მარტივად არ იშიფრება, მარტივად არ იკითხება, ქალი რებუსი, რომელიც ერთგვარად გამოცანაა ნებისმიერი მამაკაცისთვის, რომელიც დანახვა, წაკითხვა არ არის მარტივი. ქალი, რომელიც საკმაოდ ფემინურია, ლავირებადი, დინებადი, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვხედავთ კირჩხიბის ენერგიებს, მთვარის, ძლიერი მთვარე რუკაში, აი ესეთი ტიპაჟის ქალს, რომელსაც აქვს ერთდროულად მთვარის იდუმალება, ფემინურობა, მიმღებლობა, ლავირების უნარი, დაფარვის უნარი, ქალი ბრძენი, ქალი შინაგანი სიბრძნის მატარებელი, ქალი, რომელიც იღებს, არის მიმღები, თუმცა თვითონ არის პასიურ ენერგიებში. აი ასეთი ტიპის ქალი ასევე წარმოჩინდება როგორც ძალიან ძლიერი, სტაბილური, დისციპლინირებული ქალი, ქალი მმართველი, ქალი ლიდერი, ქალი საკმაოდ ხისტი ბუნების, ქალი, რომელსაც შეუძლია მართოს საკუთარი ცხოვრება, მართოს საკუთარი რეალობა, დააწესოს საზღვრები, მართოს ადამიანთა ჯგუფი, ან მართოს ოჯახი, ან მართოს რაღაცა სისტემა, სტრუქტურა, ქალი ლიდერი, ქალი საკმაოდ მკაცრი მამაკაცური ბუნებით. აი ეს ფემინურობა და აი ეს მამაკაცურობა როგორ არის ერთმანეთში შერწყმული და გაერთიანებული თქვენში, მე სწორედ აი ამან გამაოცა. თუმცა მეორეს მხრივ შესაძლებელია თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი გხედავთ სწორედ ასე, რადგან ის გარკვეულ დისტანციაზე იმყოფება თქვენთან და ჯერ თქვენ ახლოს არ მოგიშვიათ, ან შესაძლებელია არც არასდროს არ მოუშვათ, მაგრამ აქ მთავარია სწორედ მისი ხედვები, მისი შეხედულებები და ფიქრები თქვენთან მიმართებაში. ამიტომ ის ასე გხედავთ, თქვენ ზედმეტად ძლიერი და დიდი ხართ მისთვის, რატომღაც ესე მგონია და ზედმეტად მრავალფეროვანი, იმიტომ რომ ბოლო არკანი, რომელიც ამოდის აქ პენტაკლების ხუთიანი, მესაუბრება ერთგვარად მატერიალურ ასპარეზზე, საკმაოდ მომჭირნე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე, რომელსაც შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით არ აქვს იმის მატერიალური რესურსი და გასაქანი, რომ თქვენ მოგიახლოდეთ, თუნდაც საკუთარი თავი წარმოგიდგინოთ, გაგაცნოთ, უფრო დაახლოება შემოგთავაზოთ, შემოვიდეს ყოველ შემთხვევაში თქვენთან კომუნიკაციაში რაღაც სახით. თუნდაც ფლირტი წამოგიწყოთ, რაღაცა პაემანივით დაგენიშნოთ, ან შემოგხვდეთ ვითომ შემთხვევით, ხომ, როგორც ხდება ხოლმე. თითქოს ამის მატერიალური რესურსი არ გააჩნია, ან შესაძლებელია მაინც და მაინც მატერიალური რესურსები და პირდაპირ, ასე ვთქვათ, ფულზე და მატერიაზე არ იყოს აქ საუბარი იყოს ადამიანის გამბედაობაზე, მის შინაგან მამაკაცურ პოტენციალზე, მის მზაობაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ გაბედოს და მოგიახლოვდეთ, წარმოგიდგინოთ თავი და გაგაცნოთ საკუთარი თავი და შემოგთავაზოთ გარკვეული ურთიერთობა, თუნდაც რაღაცა საწყისები, ხომ? საწყისი ნაბიჯები გადმოდგას ამ მიმართულებით. თქვენ იმდენად ძლიერი, მრავალფეროვანი და ყველა მხრივ შემკული ხართ, ერთის მხრივ ფემინური ქალი, ლავირებადი ქალი პასიურ მდგომარეობაში, მიმზიდველი ქალი, რომელიც იზიდავს თავისი ფემინური ენერგიებით მამაკაცს და მეორეს მხრივ ძლიერი, მყარად ფეხზე მდგომი, სტაბილური, გარკვეულ მმართველ პოზიციებზე მყოფი ქალი, რომელსაც შეუძლია მართვა, კონტროლი, მენეჯმენტი, ლიდერული თვისებებით, ასე ვთქვათ, დაჯილდოებული ქალი. ამიტომ ესეთი ქალი, რომელიც ჩანს და ამავდროულად აქვს გარკვეული იდუმალებაც, საკმაოდ კი არა და ძალიან მიმზიდველია, მე ვიტყოდი. ამიტომ შესაძლებელია ის თავის თავს თქვენს ტოლად, თქვენს სწორად და თქვენს ღირსად არ თვლიდეს, ამიტომ გარკვეული შინაგანი კომპლექსების ფონზე უჭირდეს თქვენთან მოახლოება, უჭირდეს თავისი შეხედულებების, თავისი გრძნობების გამჟღავნება, გულწრფელობა, გახსნა თქვენთან ურთიერთობაში, ამიტომ იძულებულია, რომ აი ესე შორიდან გითვალთვალოთ, როგორც
როგორც აი ესე პირდაპირ პირველივე არკანში ამოვიდა, ხომ და ამით შემოიფარგლოს ეს ყველაფერი. ნუ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ესეთია მისი დამოკიდებულებები, მისი ხედვები თქვენთან მიმართებაში, სამომავლოდ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. მე ამაზე, რა თქმა უნდა, სეანსის ფორმატში ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ თემა არის ხედვები, თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორის ხედვები თქვენთან მიმართებაში, თუ როგორ ქალად გხედავთ ის, ხოლო თუ რა თქმა უნდა თქვენ უგსურთ უფრო დეტალური გაშლა ურთიერთობის განვითარების პროგნოზებთან დაკავშირებით, იმას თუ რას მიიღებთ თქვენ ამ ურთიერთობისგან, რას გრძნობს, რა ნაბიჯებს გადმოდგავს სამომავლოდ თქვენთან მიმართებაში, ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაიაროთ პირადი კონსულტაცია და მოვწეროთ მესენჯერში პირადი სეანსის დაჯავშნის მიზნით. ეს იყო პირველი ვარიანტი. ჩემო მსმენელებო და მოდით ნახოთ მეორე ვარიანტი რას გვეუბნება. მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტში თქვენ ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი, ჩაფიქრებული პარტნიორის თვალში ხართ მისი ანარეკლი, თითქოს მის თვალში მისივე სურვილების, მისივე ვნებების, მისივე ფიქრების და ზოგადად მისი ფსიქოტიპის განსხეულება, განმეორება ხართ, რომელსაც ის უყურებს სარკეში. თითქოს თავის თავს უყურებს სარკეში, ხო? ეს არის ამ ადამიანს შესაძლებელია გქონდეს განცდა, რომ თქვენ რაღაცნაირად ფატალურად საბედისწერო შეხვედრით და უკავშირდით ერთმანეთს, რაღაცნაირად მისი სულიერი, მისი კარმული მეორე ნახევარი ხართ. ქალი, რომელიც საბედისწერო და გადამწყვეტ გარდამტეხ ცვლილებებს შემოიტანს მის ცხოვრებაში. ამავდროულად შესაბამისად ეს მიდგომა, ეს ხედვა, ეს აზრები მას როგორც იზიდავს თქვენსკენ, ანუ თქვენ იზიდავთ უпроსწორად მას. ამავდროულად ხდება განზიდვაც. ანუ შიშის მომენტიც არის, რომ რაღაცნაირად აი ეს ფატალურობის ენერგიები, ეს საბედისწერო ენერგიები გარკვეულ შიშსაც შესაძლებელია აჩენდეს ამ ადამიანის გულსა და გონებაში. გარდა ამისა, ის თქვენ გაფასებთ როგორც ძალიან ერუდირებულ, ძალიან განათლებულ ქალად, რომელიც მარტოა, ან მარტოსულია, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს თქვენი ბუნებიდან გამომდინარე, ანუ მარტოობის მოყვარული ქალი, ინტროვერტი ქალი, ძლიერი ქალი, ძლიერი გონების, ძლიერი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ქალი, რომელიც ამავდროულად არჩევს ცხოვრების იზოლირებულ წესს. ქალი, რომელიც არ არის გათქვეფილი ყველასთან, არ არის გათქვეფილი ურთიერთობებში, არ არის კომუნიკაბელური, არ არის ექსტრავერტი, გახსნილი, პირიქით. ქალი, რომლის ენერგიაც მიედინება გარედან შიგნით, თვით ჩაღრმავებისკენ, ხო, ინტროსპექციისკენ. ამავდროულად თქვენ მისთვის საკმაოდ ლოგიკურად მოაზროვნე ქალი ხართ, რომელსაც შეუძლია სიტუაციის მართვა, კონტროლი და თავის სასარგებლოდ წარმართვა მოვლენებისა, რაც შესაძლებელია გარკვეულწილად აშინებდეს და აფრთხობდეს მას და დისტანციის სურვილს უჩენდეს. პირველი არის ის, რომ თქვენ ერთმანეთს ირეკლავთ, თითქოს სარკეში ხედავს თავის თავს და უყურებს, როდესაც თქვენთან აქვს ურთიერთობა ამ ადამიანს, რაღაცნაირად იმდენად იმეორებთ მის პიროვნებას, მისსავე ცნობიერ გონებაში, ხას გაუსმევ, შესაძლებელია ეს მთლად ასე არ იყოს, მაგრამ ის ასე ხედავს. მეორეს მხრივ ძალიან ერუდირებული, ინტელექტუალური და ჭკვიანი ხართ და ამავდროულად ცხოვრების იზოლირებულ წესს მისდევთ. ინტროვერტი ხართ და უფრო თქვენს შინაგან სამყაროში მოგზაურობთ, ვიდრე ვთქვათ
გარე სამყაროს შეცნობით შედარებით უფრო ნაკლებად უნდა იყოთ დაკავებული, ან შესაძლებელია ორივე ერთად, რაც საკმაოდ რაციონალურ, ცივად მოაზროვნე ფსიქოტიპად წარმოგაჩენთ მის თვალში და შესაძლებელია ესეც ცოტათი აშინებდეს. აქ სირბილე, ქალური ლავირების უნარი, დინებადობა, რაღაცნაირი ემპათიურობა ნაკლებად არის. ქალი, რომელიც ძალიან ლოგიკურია, ძალიან გახსნილი გონება აქვს, ჭკვიანია, სხარტი გონების მქონეა, ძალიან ნაკითხი და ერუდირებული. ამავდროულად ქალი, რომელიც იმეორებს მას. თითქოს სარკეში უყურებდეს თავის თავს. ქალი ფატალური, ფატალიზმის ელემენტებით. ის სიამოვნებით დაგიახლოვდებოდათ, სიამოვნებით იმოგზაურებდა თქვენთან ერთად, სიამოვნებით შეისწავლიდა რაღაც ახალს თქვენთან ერთად, აი რაღაცა ესე გხედავთ. ქალი, რომელიც მუდმივად ან ლეპტოპთან ურთიერთობს, ან წიგნს კითხულობს, ან რაღაცას ვთქვათ, ეძებს ინფორმაციას თავის ნოუთბუქში, აი რაღაცა ესე აღგიქვამთ. ამიტომ სიამოვნებით დაკავდებოდა ამ პროცესებით თქვენთან ერთად, იმოგზაურებდა, შეიმეცნებდა სამყაროს, რაღაცა ახალს შეისწავლიდა და ამით შეეცდებოდა თქვენთან დაახლოებას, თქვენი შინაგანი სამყაროს გაცნობას, თქვენს სამყაროში შემოსვლას. ალბათ უფრო ასე შეეცდებოდა ამგვარად. თუმცა მეორეს მხრივ, როგორც აღვნიშნე, შესაძლებელია მისთვის ზედმეტად ლოგიკური, ინტელექტუალური და ფატალური ხართ, რაც ერთდროულად განიზიდავს და მიიზიდავს კიდეც. ამიტომ არის აი ამ გაურკვევლობაში და ვერ გადაუწყვეტია როგორ მოიქცეს თქვენთან მიმართებაში. ჯამში რომ ვთქვათ და რომ ასე იგი შევაჯამოთ მისი ხედვები, თქვენ მისთვის ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ, რომლის შინაგან სამყაროს თulis რომ არ იცნობს ბოლომდე, სურს ჩაწვდეს თქვენს სიღრმეებს, ის ხვდება რომ თქვენ გაცილებით ღრმა ხართ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. და აქვს ძალიან დიდი სურვილი იმისა, რომ შეისწავლოს თქვენი შინაგანი სამყარო, გაგიშინაურდეთ, დაგიახლოვდეთ და გახდეს თქვენი სამყაროს ნაწილი, გახდეს თქვენი მეგზური, თქვენს გვერდზე მდგომი. ადამიანი, რომელიც იმოგზაურებს, შეიმეცნებს, ისწავლის თქვენთან ერთად. აი რაღაცა ესეთი მოვიდა მეორე ვარიანტთან დაკავშირებით. კარგით, მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი რას გვეუბნება. მესამე ვარიანტი მესამე ვარიანტში ხედავთ ქალის ისეთ სურათხატს, ისეთ სახეს, ისეთ ქალს, რომელიც არის საოცნებო ქალი, ჰაეროვანი, ძალიან მსუბუქი, გაიდეალიზებული ქალი, ანუ იდეალურთან მიახლოებული. თქვენ ჩაფიქრებული მამაკაცის თვალში თქვენ ხართ იდეალური ქალი. ის თქვენ გაღმერთებთ. მან თქვენგან შექმნა ისეთი ქალის ხატსახე, რომელიც მისთვის უნაკლოა, უხარვეზოა, ყველა მხრივ საუკეთესოა, ყველა მხრივ დადებითია. ქალი, რომელსაც შეუძლია იყოს კარგი მეგობარი, მამაკაცის კარგი მეგობარი, კარგი მრჩეველი. ამავდროულად, ქალი, რომელსაც შეუძლია მამაკაც გამოუცხადოს ემოციური მხარდაჭერა, თანადგომა, გვერდში დგომა. ქალი, რომელიც იმდენად კარგია, რომ ნამდვილი ვერ იქნება. აი ხა ესე სპონტანურად მოვიდა ეს სიტყვები. ან ის ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ, ის მამაკაცი არის ძალიან რომანტიკოსი, შესაძლებელია ხელოვანი პროფესიით, ან ბუნებით მაინც ადამიანი, რომელიც კარგად წერს, შეუძლია ხატვა, ან ლექსის მხატვრულად წაკითხვა, ან შინაგანად ძალიან რომანტიკოსია, ყველაზე მინიმუმ. ადამიანი,
მამაკაცი, რომლისთვისაც ქალი უნდა იყოს მუზა, შემოქმედების წყარო, ნაპერწკალი, რომელიც მასში შემოქმედებით მუხტს აანთებს, გააღვიძებს. და მეორეს მხრივ შესაძლებელია თქვენ თავად იყოთ ისეთი შემოქმედებითი ნატურა, რომელიც ქალი, რომელიც მოწოდებით, ბუნებით მუზაა. ქალი, რომელთან ურთიერთობაც მამაკაცს სულიერად ანვითარებს, ზრდის, უფრო ჰუმანურს, უფრო ადამიანურს, უფრო შემოქმედებით ხდის. იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ურთიერთობებში ვცვლით ერთმანეთს. ზოგჯერ ეს შეცვლა მიდის უარესობისკენ, როცა ურთიერთობა ტოქსიკურია, ხოლო რიგ შემთხვევებში ადამიანები ვითარდებით, ხო, სიყვარული უფრო ანვითარებს ადამიანს, უფრო შემოქმედებით, უფრო კეთილს, უფრო კარგს ხდის. მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან რომ არ გავცდეთ ვიდეოს თვითონ ფორმატს, თემის ფორმატს, მე ვფიქრობ, რომ აქ ორივე ელემენტია. თვითონ ეს ადამიანი შესაძლებელია ხედავდეთ როგორც ქალს, მუზას, მაგრამ თქვენშიც იყოს ის შემოქმედებითი ნაპერწკალი, რომელიც მას აძლევს ასეთი ხედვის შესაძლებლობას. გარდა ამისა, თქვენ იმდენად მიმზიდველი, იმდენად ლამაზი, როგორც სულიერად, ასევე ხორციელად და იმდენად კარგი ხართ, იმდენად იდეალური ხართ, რომ სადღაც ეჭვიანობის მომენტებიც აქვს ამ ადამიანს. რომ თქვენ ყოველთვის გააქვთ და გექნებათ არჩევანი მასა და სხვა მამაკაც შორის. იმიტომ რომ ყავთ სხვა თაყვანისმცემლები, ასევე სხვა მამაკაცებიც ამჩნევენ თქვენს სიკარგეს, თქვენს სილამაზეს. ამიტომ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენთან ურთიერთობაში შესაძლებელია დამარცხდეს კონკურენციაში. არ იყოს საკმარისი თქვენთვის. არ იყოს სრულფასოვანი, ვერ მოგცეთ ის, რაც თქვენ გსურთ, ის, რასაც თქვენ იმსახურებთ, თითქოს თქვენი ტოლი და სწორი არ არის. აი რაღაცა ესეთი ენერგიებიც მოდის. ამიტომ შესაძლებელია ეს ადამიანი გარკვეულ დისტანციას იჭერდეს თქვენთან ურთიერთობაში და თქვენი ხატსახით, თქვენი იდეალურობით შორიდან ტკბებოდეს, გიყურებდეთ და ფიქრობდეს თავისთვის რა ლამაზია, რა ღვთაებრივია, რა სრულყოფილია. და აი ამ თავის ფიქრებში, აი ამ თავის განცდებში იბოჭება, კომპლექსდება და ფიქრობს, რომ განა მან ისეთი რა უნდა შემოგთავაზოთ, რომ თქვენს ტოლად და სწორად ჩათვალოს თავის თავი და თქვენს პიედესტალზე ამოვიდეს და დადგეს თქვენს გვერდზე, თუ შეიძლება ასეც ითქვას. გარდა ამისა, ეს ურთიერთობა კი არა, მისი ხედვები, მისი დამოკიდებულებები თქვენს მიმართ ცოტა პლატონურობისკენაც იხრება, ხო, პლატონური სიყვარული ვიცით ჩვენ ესეთი გრძნობა, ძალიან სულიერია, გასულიერებულია კი, შესაძლებელია იყოს მის გრძნობებში გარკვეული ცეცხლი და სურვილის ელემენტები, ფიზიკური ლტოლვის ელემენტები, მაგრამ დიდწილად ეს განცდები, ეს ხედვები, ეს დამოკიდებულებები, გრძნობები, ფიქრები მისი უფრო სულიერია, იმიტომ რომ იმდენად გაიდეალურებთ, რომ თითქოს ვერც კი შემოგკადრებთ თავისი ხორციელი სურვილების განდობას. აი რაღაცა ესეთიც იგრძნობა. თუ რეზონირდა ეს ინფორმაცია, ეს პროგნოზი თქვენთან, მოვიდა თქვენთან ახლოს, შეგეხოთ და თქვენ დაინტერესებული ხართ ამ პიროვნებით და გაინტერესებთ და გინდათ უფრო, ვთქვათ, სხვა საფეხურზე ამ ურთიერთობის გადატანა, განვითარება, შეგიძლიათ უფრო მეტად მოუშვათ ახლოს და ანახოთ თქვენი სხვა მხარეებიც, რომელსაც ის ვერ ხედავს, იმიტომ რომ არ არსებობს იდეალური ადამიანი. გახდეთ უფრო ხორციელი მისთვის და უფრო ხელშესაყები, იმიტომ რომ სხვანაირად ის იმდენად გაგაღმერთებთ, რომ უბრალოდ ვერც კი გაბედავს თქვენთან მოახლოებას. და
და დარჩება ყველაფერი ისე როგორც არის. რაღაცა ქალღმერთის სტატუსით მონიჭებული, სტატუს მონიჭებული დარჩებით თქვენ და ეს ადამიანი რაღაც შორიდან შორეული თაყვანისმცემლის რანგში გადაინაცვლებს და ის ვერასოდეს ვერ მოგიახლოვდებათ. თუ რა თქმა უნდა, არ ხართ დიდად დაინტერესებული და სხვა პრიორიტეტები გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ ყველაფერი დატოვოთ ისე როგორც არის, მაგრამ თუ ინტერესი გაქვთ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ უფრო მეტად ხორციელი გახდეთ, უფრო მეტად მიწიერი გახდეთ, რომ მან გაბედოს მოახლოვება. აი ესეთი პროგნოზი მოგცა მესამე ვარიანტმა, ჩემო მსმენელებო, ჩემო ძვირფასო გამომწერებო. თუ რეზონირდა ეს პროგნოზები თქვენთან, ჩემი თხოვნა იქნება ენერგობალანსისთვის. მოიწონოთ ვიდეო, ასევე დამიკომენტაროთ თქვენი შეხედულებები, თქვენი აზრები ჩემს ვიდეო კონტენტთან დაკავშირებით, ასევე შემომთავაზოთ თქვენი იდეები, რაზე გსურთ შემდგომი გაშლების გაკეთება და მე ამას აუცილებლად გავითვალისწინებ. ეხლა კი დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.